გამარჯობა. თქვენ იცოდით თუ არა ფიზიკური პირის შრომითი უნარიანობა საქართველოს შრომის კანონმდებლობით, რომელიც წლის ასაკიდან წარმოეშვება. არასრულწლოვანი შეუძლია თუ არა მუშაობა. ყველაფერს თქვენთვის მარტივ გასაგებ ენაზე აგიხსნით. ფიზიკური პირის შრომითი უნარიანობა წარმოეშვება 16 წლის ასაკიდან, რაც დამატებით არ საჭიროებს მშობლის, მეუღლის ან კანონიერ წარმოადგენლის თანხმობას. მაგრამ თუ თქვენ ხართ 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანი, ამისთვის საჭირო არის თქვენი მშობლის, მეუღლის ან კანონიერ წარმოადგენლის დამატებითი თანხმობა. ამასთანავე კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სამუშაო ხელს არ უნდა უშლის თქვენს ჯანმრთელობას, ფიზიკურ გონებრივ განვითარებას, ასევე განათლების მიღებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის განათლების მიღება. ხოლო თუ თქვენ ხართ 14 წლამდე არასრულწლოვანი, აქაც არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. ეს არის, რომ თქვენ შეგიძლიათ მუშაობა კულტურის, რეკლამის და სპორტის სფეროში. ამასთანავე არსებობს მკაცრად განსაზღვრული აკრძალვები. ესენი არის, რომ არასრულწლოვანს არ შეუძლია მუშაობა, ანუ აკრძალული არის მისი მუშაობა, დასაქმება ღამის გასართობ დაწესებულებაში, პორნოგრაფიული და ეროტიკულ სფეროში, ასევე სამუშაო, რომელიც ეხება ფარმაცევტულ საქმიანობას, ანუ ფარმაცევტულ ნივთიერებებს. ამასთანავე აკრძალული არის მავნე მძიმე პირობების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, როგორც არასრულწლოვანის, ასევე მეძძური და მშობიარე ქალბატონის. ანუ კანონმდებლობის მიზანი არის მათი ჯანმრთელობის დაცვა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სამართლებრივი საკითხებით, ჩემი თხოვნა იქნება აღნიშნული გვერდი გამოიწეროთ, რადგან შემდგომი ვიდეო მიეძღვნება დასაქმებულის სამუშაოთა რაოდენობას დღეში.